მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო და დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი გადაცემა. დიდ გადაცემაში ორი სტუმარი ყავს, ბატონ ლევან მაჭავარიანი, ქართული ოცნების წევრი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე. მოგესალმებით ლევან. მოგესალმებით, ძალიან კარგია. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ჩვენ რამდენიმე საკითხი უნდა განვიხილოთ. დავიწყოთ იმით, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა და ახორციელებს. ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვს ამისი და კანონპროექტები მოდის და მოდის. რატო ფიქრობთ, რომ ახლა არის ზუსტად ამის დრო? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ბევრი საკითხი იყო, რომელიც გადასაწყვეტი იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან რთული დრო გამოვიარეთ 2022 წლიდან დაწყებული, სამწუხაროდ მთელი ჩვენი გუნდის რესურსი ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ გადართულიყო ისეთ საკითხებზე, რომელიც გადააზღვევდა ქვეყანას, რომ ჩართულიყო საომარ მოქმედებებში და ჩვენი მოქალაქეები აკვირდებოდნენ, თუ რამდენად რთული გზა გავიარეთ ქართულმა ოცნებამ, როგორი წნეხი, როგორი ზეწოლა, როგორი შანტაჟი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, თუმცა რა თქმა უნდა, დღეს ეს ყველაფერი უფრო იოლი გადასატანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა ჩვენ სიმართლეში და ჩვენი ხალხი გვიდგას გვერდში. და თან პარალელურად ის არის აღსანიშნავი, რომ დღეს ეს წნეხი თუ მომდინარეობს ევრობიუროკრატებისგან 2022-2023 წლებში ეს წნეხი მოდიოდა იმდროინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდანაც. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს წნეხი არის განახევრებული. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც გადასაჭრელი იყო, სამწუხაროდ არ იყო იმისი დრო, რომ საკითხები გადაჭრილი იყო და შესაბამისად, ეხლა უკვე ის დროა, როდესაც რაღაცა სიტუაცია შედარებით, მოდი ესე ვთქვათ, გამარტივებული არის ამ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგივე რისკები რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, არ ვიცი ხა რაც ხდება, ყველანი ერთად ვადენებთ თვალყურს, მსოფლიოში სიტუაცია არ გამოსწორებულა, უკრაინის კონფლიქტი, ღაზას კონფლიქტი, ირანში რა მოხდება, გაცმა არ იცის, მაგრამ ჩვენ მაინც ხა უფრო დაკონცენტრირებულები ვართ ისეთ საკითხებზე, რომელიც არის აუცილებელი გადასაჭრელი და ხა თქვენ რეფორმები ჩამოთვალეთ და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე გამოვყოფდი განათლების რეფორმას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეხება ჩვენს მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვის ხელშიც არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და შესაბამისად ერთადერთ მიზანს ემსახურება, შალვა ხაზგასმით ვამბობ, ეს რეფორმა. ეს რეფორმა ემსახურება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შეძლონ ჩვენმა სტუდენტებმა, რომ მიიღონ იგივე ხარისხის განათლება, როგორ განათლებასაც ისინი მიიღებდნენ ევროპის რომელიღაცა წამყვან ქვეყანაში, ერთადერთ რაღაცას. ხოლო ის შემადგენელი ნაწილები ამ რეფორმის და ის საფეხურები, რაც გასავლელია, კი, ბევრი საფეხურია გასავლელი, ვინაიდან ეს ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება, ხომ? 4-5 წელი ჭირდება, რომ პირველადი შედეგები დავინახოთ და ძალიან ბევრი ნაბიჯი არის გადასადგმელი, თუმცა ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, აუცილებლად გადასადგმელია. ერთ-ერთი იყო მაგალითად უნივერსიტეტების გაერთიანება და ჩვენ კომპრომისზე წავედით, ვინაიდან საგნობრივ მსჯელობაში შემოვიდა აკადემიური წრე და თავისი არგუმენტებით დაასაბუთეს, რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო. და იქიდან გამომდინარე, რომ ეს საფეხური არ წარმოადგენს ამ რეფორმის რაღაცა განსაზღვრელ ფაზას, რა თქმა უნდა, ჩვენ დათმობაზე წავედით, მაგრამ არის რაღაცა ისეთი ტიპის საფეხურები და ისეთი ტიპის, ასე ვთქვათ, კონცეფციები და ეტაპები, რომელზეც ჩვენ ვერაფერს ვერ დავთმოთ, იმიტომ რომ შედეგი უნდა იყოს, რომ მიიღო ჩვენმა სტუდენტებმა ძალიან მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში. დავძენდი აქ, რომ არ ვიცი ხა რამდენად კორექტული იქნება შენ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ხარ, მაგრამ მე როგორც ქართული ოცნების ხარდაჭერი ვიტყვი, რომ უმაღლესი განათლების ზოგიერთი ობიექტი თუ სუბიექტი გახდა აი სწორედ უცხოური იდეოლოგიის და საქართველოს მტრული იდეოლოგიის დანერგვის ადგილად. ეგ ვიცით ჩვენ არ გვინდა ახლა გვარი დასახელები, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ასე არ იყოს. მესმის, რომ
შეიძლება რეფორმა ამისკენ არ არის მიმართული, მაგრამ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ შეიძლება ეს შეიცვალოს. რეფორმა არის მიმართული და მაგიტომ ხაზი გავუსვი, მხოლოდ ერთ რაღაცას ემსახურება, რომ ხარისხმა აიწიოს და ყველანი თავთებით, რომ დღეს არის, მსუბუქად რო თქვა, დაბალი ხარისხის განათლება და იმაში რა თქმა უნდა მოყვები და გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ სასწავლებელი სკოლა იქნება თუ უმაღლესი სასწავლებელი იქნება, რა თქმა უნდა, სტუდენტების თუ მოსწავლეების რაღაცა პოლიტიკური აზრის ფორმირებისთვის, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოიყენებოდეს და უნდა ზრუნავდნენ სასწავლებლები იმაზე, რომ ხარისხი იყოს, ასე ვთქვათ, მაღალი, ეს ჩემი პირადი აზრია და მგონია, რომ ამაში არც არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჩვენი მომხრე გეთანხმება, პირიქით მიესალმება. მიგრაციაზე ვილაპარაკოთ, რომელიც პრობლემაა და რომელზეც სხვათა შორის ძალიან ბევრი სპეკულირებს ცუდად, როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან. და ძალიან კარგი კანონი უნდა მივიღოთ. და ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. რა კანონი არცი რო ახსნათ თუ შეიძლება ზოგადად პრობლემაზე ვისაუბროთ და შემდეგ არცი ახსნათ მოკლედ თუ შეიძლება. კიდე ბევრი სხვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რასაც არ უნდა გადავახდეთ. ჩვენ თან შემოდის უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტიცია მხოლოდ ერთი კონკრეტული წყაროდან, ეს არის Eagle Hills-ი, 6.5 მილიარდ დოლარზე არის საუბარი და თქვენ კარგად გახსოვთ ეს რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებები თავიანთ NGO სექტორთან ერთად, როგორ კამპანიას ეწეოდნენ, რომ რაღაცა არაბიზაცია და სამარცხვინო რაღაცა სისულელეები, ხო? ჩვენი ეხლა მაყურებლის გასაგონად მინდა ერთი რაღაც გავშიფრო, რომ პირველად გაყიდვები არის დაწყებული, 257 ბინა გაიყიდა და ამ 257 ბინიდან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს არაბული ქვეყნებიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის რაღაცა ცრუ და ფსევდო კამპანია, რაც ჰქონდათ ამ არაბიზაციაზე, იფუშება და მოქალაქეები ხვდებიან, რომ ეს უბრალოდ ემსახურებოდა იმას, რომ კარგი საქმე საქართველოსთვის არ გაკეთეს, ვინაიდან ამას აკეთებს ქართული ოცნება და ამ რადიკალებს ურჩევნიათ, რომ არაფერი კარგი არ მოხდეს, ოღონდ ქართული ოცნების პირობებში არ იყოს ეს კარგი გაკეთებული. ყველამ გაშიფრა, ხო, უკვე აქ არაფერი ის არის. მინდოდა მაქედან გამომდინარე დამეწყო სწორედ Eagle Hills-ის პროექტი და ჩვენი ვარაუდით 60% და თვითონ დამფუძნებლის Eagle Hills-ის ვარაუდით 60%-ის მყიდველები იქნებიან ქართველები საბოლოო ჯამში და იქ იქნება დანარჩენი ბინები გაყიდული უამრავ უცხოელზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან. იქნება ეს სპორტსაბჭოთა კავშირი, იქნება ეს ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და არაბული ქვეყნებიდან, ხა როგორი თანაფარდობაც არის 257-ში 8 ბინა, საბოლოო ჯამში ეგეთი თანაფარდობა იქნება, შესაბამისად არანაირი საფრთხე არ არსებობს. ეხლა კონკრეტულად არალეგალურ მიგრაციაზე რომ ვისაუბროთ, ხო, რატომ დავაფორსირეთ ეს საკითხი, ჩვენ ეს პრობლემა მადლობა ღმერთს დღეს არ გვიდგას და პარალელს გავავლებდი ანტი-LGBT პროპაგანდა კანონთან დაკავშირებითაც. ჩვენ LGBT რისკებით, რასაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ წამყვან დასავლურ ქვეყნებში, სადაც უკვე არ ვიცი, ერთსქესიანთა ქორწინება, ბავშვის აყვანა ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ეგ რისკი დღეს არ გვიდგას. თუმცა ჩვენ რატომ მივიღეთ ის კანონი და ვიღაცები რო ქილიკობდნენ და რაღაცა გათხოვილი კაცები და რაღაცა სისულელეებს რო როშავდნენ, ხო? რომ გაეუბრალოებინათ უბრალოდ ეს თემა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს საფრთხე 5 წელიწადში დაგვიდგეს. ან თუნდაც 10 წელიწადში დაგვიდგეს. მაქედან გამომდინარე ჩვენ პრევენციული ხასიათის კანონი მივიღეთ, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ LGBT პროპაგანდა საქართველოში არ იქნება. თორედ ჩვენთან მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც იცავს აბსოლუტურად ყველა უმცირესობის უფლებას, მათ შორის LGBTQ თემის წარმომადგენელთა უფლებას და ჩვენი საქმე არ არის და საერთოდ არ გვაინტერესებს საძინებელში ვისაც რა უნდა აკეთოს, უბრალოდ ამის პროპაგანდირება არ უნდა მოახდინოს და მით უმეტეს ამის პროპაგანდირება ბავშვებში არის წითელი ხაზი. მე მგონი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ჯერდებოდეს, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და პირიქით სიმახინჯე არის საწინააღმდეგო მტკიცება, რომ ბავშვებში შეიძლება ეს პროპაგანდა და კაც შეუძლია გახდეს ქალი და კაც შეუძლია გახდეს კაცი, ხო? ნუ ვისაც ჯეროდეს, არ ვიცი, მერთმა ხელი მომართოს, ჩვენ არ გვჯერა, არც დავიჯერებ და არც პროპაგანდას არ დავუშვებ. წითელი ხაზი, პირდაპირ ვამბობ. ხო, ზუსტად იგივე არის მიგრაციის შემთხვევაშიც, დღეს ჩვენ ეს საფრთხეები არ გვიდგას, მადლობა ღმერთს, თუმცა ჩვენ თუ ამას არ მივხედეთ, 5 წელიწადში, 10 წელიწადში ეს საფრთხე აუცილებლად ჩვენ შეგვეხება, ისევე როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ, დასავლურ ქვეყნებში არის ეს საფრთხე და ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხდება, თქვენ კარგად იცით, მაგრამ ბატონი ტრამპის
ბატონი დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირებაც იყო და მის ქმედებებში ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზულად ებრძვის იგი არალეგალურ მიგრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ უამრავი დეპორტაცია და 1000 რაღაცა ხდება, ხო? ჩვენ შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ მიმართულებით უნდა გაგვემკაცრებინა, ჩვენ მივიღეთ კანონი, პირველ რიგში აღნიშნავდი კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩარშან, რომელიც ძალაში შევა 1 მარტიდან, ამ შემთხვევაში დამსაქმებელს არ ექნება უფლება, რომ უცხოელი აიყვანოს სამსახურში ჯანდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე. ანუ მან უნდა შეათანხმოს ჯანდაცვის სამინისტროსთან უწყება შეიქმნება ჯანდაცვის სამინისტროში 1 მარტიდან ამოქმედება ეს და უნდა შეათანხმოს კონკრეტულ უწყებასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უწყება შეხედავს რა ტიპის კადრია, თუ ეს ისეთი მიმართულებაა, რომელიც დეფიციტური არის საქართველოში, მაშინ რა თქმა უნდა თანხმობას მიცემს, ვინაიდან სამწუხაროდ არის ბევრი მიმართულება შრომის ბაზარზე, რომელიც საქართველოში არის დეფიციტური. მიცემს თანხმობას. თუ ეს ისეთი მიმართულებაა, რომელზეც ჭარბი მიწოდება არის პირიქით საქართველოს მხრიდან და ბევრი ქართველი არის, რომელიც ეძებს სამსახურს ამ მიმართულებით, მაშინ უარს ეთყვის აუცილებლად უცხოელის და დასაქმებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პოზიციაზე უნდა დასაქმდეს ქართველი. ეს რაც შეეხება კონკრეტულად დასაქმების მიმართულებაზე და აქაც ვერავინ ვერ მოგვედავება, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა დავიცვათ და გავატაროთ. კიდევ ერთხელ ხას უსვავ, თუ ეს არის დეფიციტური სფერო, აუცილებლად თანხმობას მიცემს. რაც შეეხება თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, ჩვენ ასევე კანონი მივიღეთ წინა წელს, რითიც გავუმარტივეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების წარმოება არალეგალი მიგრანტების მიმართულებით. იქ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პუნქტისგან შედგება ეს გამარტივება. იქ ნებისმიერი ადამიანის გამოვლენის შემთხვევაში უფრო მარტივად შეუძლია, რომ იქ სახლში შევიდეს და სხვა ტიპის ღონისძიებები ჩაატაროს, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყოს შეზღუდული. ხო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზღვარი დაცულია, რომ არავის უფლება არ უნდა შეილახოს, თუმცა არალეგალ მიგრანტთან დაკავშირებით თუ არის ეჭვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა შეეძლოს, რომ ეს გამოძიება აწარმოოს ყოველგვარი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე. და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე იქ საზღვრის დეპარტამენტში არის სკრინინგის პროგრამები და ძალიან სხვა დონეზე გადავიდა ბევრი რაღაცის კონტროლი და უშუალო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა რომ გითხრათ, წინა წელს გააძევეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენი არალეგალიც იყო გაძევებული, წინა წელს გააძევეს მაგაზე მეტი. ხოლო სტატისტიკა რომ გითხრათ რა გაძევების. არ კრიტერიუმები ის არის, რომ უნდა კონდეს დარღვეული ან სავიზო მოთხოვნა. ანუ ეხლა და ერთ თემაზე კარგად იმას გენით. იქიდან გამომდინარე, რომ აქაც რადიკალური ოპოზიცია ბინადრობის თემით აპელირებს. ნახეთ, ბინადრობა ეს მოკლევად და უძრავ ქონებას იყიდისო და გარანტირებული აქვს საქართველოს ცხოვრება. ეს ასე არ არის, აი მივმართავ ჩვენს მაყურებელს. ესეც გავამკაცრებთ, ნახეთ, ადრე ბინადრობას, მოკლევადიან ბინადრობას უცხოელი აიღებდა თუ $50,000-ზე, $50,000 ან ზემოთ უძრავი ქონების ინვესტიციას განახორციელებს. ჩვენ გავამკაცრეთ, ავწიეთ 100,000-მდე, ეს პირველ რიგში რაც გავაკეთეთ და ეს ეხება არა რაღაცა უვადო ბინადრობას, კონკრეტულად 6 თვიან ბინადრობაზე არის საუბარი ამ შემთხვევაშიც. ანუ ეს არ არის რაღაცა წლები და აწლეულები. 6 თვის ბინადრობაზე არის საუბარი. უნდა უკვე ჩვეულებრივი პროცედურები უნდა გაიაროს კიდე ახალი ბინადრობის იქნება თუ ვიზის აღების იქნება თუ ვიზო ქვეყნიდან მოდის თუ ასე შემდეგ. უბრალოდ აქ ჩვენი მაყურებლისთვის მე ამას ესე დეტალურად იმიტომ ვშიფრავ, რომ მე მსმენი ეს რადიკალების მხრიდან რომ აი იყიდის უძრავ ქონებასო და აძლევენ მოქალაქეობასო და ეს აბსურდი არის. არავინ მოქალაქეობას არ აძლევს. საქართველოს მოქალაქე რომ გახდე, ძალიან ბევრი პროცედურა გაქვს გასავლელი, ეს იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა, ძალიან ბევრი საფეხური ქართული ენით და ისტორიით და ასე შემდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა. არ აქვს მნიშვნელობა შენ 100,000 დააბანდებ თუ 200,000 თუ 1 მილიონს, შენ იღებ მხოლოდ 6 თვიან ბინადრობას, ხოლო თუ გსურს შენ მოქალაქეობა, მთელი ის პროცედურები გაქვს გასავლელი რომ გახდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ეს რაც შეეხება ბინადრობის ნაწილს. ეხლა ჩვენთან ნახეთ როგორი სტატისტიკა. კიდევ არის ალბათ კრიმინალი არ შეიძლება, სადაც არა, ჩვენ მანდატს გავამკაცრეთ, ნახეთ, თვითონ არალეგალების მიმართ ჩვენ გავამკაცრეთ ასევე თვითონ კანონი, ისინი თუ რაღაცა ტიპის დანაშაულს ჩაიდენენ, მე ხლა ზუსტად არ მახსოვს, არ ვიცოდი თუ ამ თემას ესე გავარჩევდი, თორე ჩავიხედავდი კანონს. ეს ჩვენ წინა წელს გვაქვს მიღებული, დეტალურად არ მახსოვს, როგორი სანქციები დაუწესეთ, მაგრამ საგრძნობლად არის გამკაცრებული მათი მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენა და შემდეგ ქვეყანაში მეორეჯერ შემოშვება, დეპორტაცია
სიტუაცია და მეორეჯერ ვეღარ შემოვლენ ქვეყანაში და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მე არ მინდა რომ დავაბნიო ჩვენი მაყურებელი როგორც ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში ისე არის ჩვენთან უკვე, ხო? კი, ეგრე არის და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შალვა აუცილებლად უნდა შევეხო ჩვენთან ბოლო აღწერით 2.900.000 დაახლოებით ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, საიდანაც 2.700.000 ოდნავ მეტი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო 2.250.000 ფარგლებში არიან უცხოელები საქართველოში. ერთი ნაწილი არის, რომელსაც ბინადრობა აქვს, არის ნაწილი, რომელსაც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, ზოგი ქვეყანა არის, რომელიც 30 დღით შემოდის, 90 დღით, 1 წლით, ასე შემდეგ და არიან 37.000 არის დაახლოებით სტუდენტების რაოდენობა და ძირითადად ეს არის ინდოეთი. კი ბატონო, რომელსაც აქვს ბინადრობა სასწავლო მიმართულებით. კი ბატონო. არალეგალურად არ არის. ეხლა მაგ თემას რატომ მინდა შევეხო? იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს რაღაც აჟიოტაჟს ტეხავენ ხოლმე ეს რადიკალები და რა უნდათ ინდოელებს და გავაძეო და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ლეგალურად არიან საქართველოში ჩამოსულები. 37.000 სტუდენტზე არის საუბარი, არაფერს არ აშავებენ. ეკონომიკაში მათი ხვედრითი წილი არის დაახლოებით 1.200.000 ლარი, რაც ბიუჯეტის მიმართულებით მათ შენატანზე რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 4-ზე უნდა გავყოთ რა. უხეშად რო ვთქვა 300 მილიონი ლარის მობილიზებას აკეთებენ ეს სტუდენტები ბიუჯეტში. ხა როგორ შეიძლება აქ ვიფიქროთ რაღაცაზე, როდესაც ისინი ჩამოდიან, სწავლობენ, არაფერს არ აშავებენ და დაამთავრებენ და თუ დააშავებენ და რა თქმა უნდა აგებენ პასუხს და წაბრძანდებიან თავის ქვეყანაში და ვეღარ ჩამოვლენ საქართველოში ვერასდროს. მაქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის სტუდენტების მიმართულებაც, ვინაიდან ამხელა ეკონომიკური ეფექტი აქვს რა. ანუ ეს სპეკულაციებია, რომ აი არაბიზაციის თამდები თემა არის, რომ აი პირდაპირ სტატისტიკას გეტყვით, ნახეთ 0.8% არის მთელ მოქალაქეებს შორის, მთელი ადამიანების რაოდენობასთან შეფარდებით, რაც საქართველოში ცხოვრობენ, 0.8% არის არაბული ქვეყნებიდან. ხო, მცხოვრები და ძალიან დიდი ტყუილი. ხო, ანუ ეს აბსურდი არის, დიახ. და არ ვიცი, რამდენად კიდევ გასარკვევია, დაფინანსებული ტყუილი თუ არის, იმიტომ რომ ასეთი ინვესტიცია არ ყოფილა საქართველოში, ასეთ ინვესტიციას რო ებრძვი, უკვე ქვეყანას ებრძვი და ჩემი აზრით, თლად მასეც არ არის. დაფინანსებული შეიძლება იყოს ეს ტყუილი და პროვოკაცია. ბევრი ტერა მოხს. ავტომობილების რეფორმა, როცა 6 წლით განისაზღვრა შემოყვანის ვადა, ანუ 2000 წლის 20 წლის მანქანა ვეღარ შემოვა, ხო? ესე არის. ხო, 20 წლის მანქანა ვეღარ შემოვა პირველი. არ ეხება ელექტროს და 6 წელი და ზემოთ მანქანები ვეღარ შემოვა საქართველოსდან, ეს მოხდება საქართველოში, ეს მოხდება 1 აპრილიდან. ოღონდ ვერ შემოვლენ ისეთი მანქანები, რომლებიც საქართველოში უნდა დარჩნენ, თორე რეექსპორტს ეს არ ეხება. აი რეექსპორტი არის საუბარი. არა, რეექსპორტს ეს არის ბიზნესია და ძალიან დიდი ბიზნესი. რეექსპორტს ეს არ ეხება, ხაზგასმით უნდა ვთქვა და ასევე ერთი რაღაცაც არის გასათვალისწინებელი ესეთი ტიპის, პატარა შეღავათი მოდი ესე ვთქვათ, ის ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც 1 აპრილამდე მოასწრებს თუნდაც 2017 წლიანი მანქანა იყიდოს უცხოეთში და 1 აპრილამდე უნდა იყოს ის დადებული ან კონტეინერზე რაღაცა სამგზავრო საშუალებაზე, აქ არ არის, მაგრამ სულ რო ერთი დღის დაწყებული იყოს ტრანსპორტირება, კონკრეტულად ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით, სულ რო 1 აპრილამდე ეს აი 30 მარტს რო გააკეთოს ეს ყველაფერი, ის აუცილებლად შემოვა უპრობლემო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აი ეს ბიზნესი, რომელიც აწყობილი აქვს კარგად ქართველებს. მანქანების გადაყიდვის ბიზნესი. არ არის პრობლემა. იმას არ ეხება აბსოლუტურად. რეექსპორტს არ ეხება. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიზნესია. ამ ბიზნესზე არის მიბმული ძალიან ბევრი ადამიანი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ კანონის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ვიცით რომ ჰაერი არის, ძალიან დაბინძურებული სამწუხაროდ, ხო, საქართველოში და რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ყველაფერზე ზრუნვა. ეხლა ადამიანს თუ შემოყავს მანქანა და ფულს შეულობს იმით, რომ ის სხვაგან უნდა გაყიდოს, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ჩავერიოთ მის საქმიანობაში, ხო? შესაბამისად, აქ არანაირი შეზღუდვა არ იქნება. ეს აუცილებლად უნდა განმარტოთ, მეგობრებო, რომ ეს არის ძალიან კარგი რამ, იმიტომ რომ ბიზნესს არ ეხება, მაგრამ საქართველოში უნდა იყოს ახალი მანქანა, ახალი სტანდარტით, რომ გამონაბოლქვი არ იყოს ბევრი, გასაგებია. ეხლა ვილაპარაკოთ ფასების თემაზე, ძალიან სწრაფად მივდივართ ამ რეფორმებზე. რა სტადიაშია ფასების დაკლების საკითხი? ეხლა თქვენ აკვირდებით, როგორი ინტენსივობით მუშაობს, იქ სამთავრობო გუნდი, ამ შემთხვევაში უკვე პარლამენტი, კომისია ბატონი შოთა ბერეკაშვილის ხელმძღვანელობით, უნდა აღვნიშნო,
შოთას ასე ვთქვათ როლი ამ ყველაფერში და შოთა არის ძალიან გამოცდილი როგორც ეკონომისტი ისე ბიზნესში სერიოზული გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ რომ იგი ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს თავის სამუშაოს ძალიან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს და ინკლუზიური არის ეს ყველაფერი ბიზნესი თავი ხო ნუ ეხა მაყურებელი ვისაც აინტერესებს უყურებს საჯაროა ეს ყველაფერი ბიზნესი თავიდან ბოლომდე ჩართულია და რატო ქართული ოცნების ერთ-ერთი მონაპოვარი არის ის რომ ბიზნესი არის ხელშეუხებელი საქართველოში ხო ეხლა ჩვენ არ გვაქვს რა თქმა უნდა იმისი უფლება და აზრადაც იმას არ გავივლებთ იმის მეასედი რო გავაკეთოთ რასაც ის უკუღმართები აკეთებდნენ ხო დავიბარებდით და ხელს დავარტყავდით მაგიდას და ეს უნდა იყოს ფასები ხო ეს ყველაზე მსუბუქი ფორმაა რასაც ისინი გააკეთებდნენ ხო ჩვენთვის ხო ეს მიუღებელი და წარმოუდგენელია ხო აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ბიზნესთან ერთად მივიდეთ რაღაცა გამოსავლის წერტილამდე ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ სივრცეებს და ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპრილის ბოლოს, როცა ეს სამუშაო მორჩება, უკვე შედეგი იქნება, ვინაიდან კონკრეტულ სივრცეებს ხედავთ. ეხლა რაზეც მუშაობს კომისია არის ის, რომ თვითონ ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში აბსოლუტურად ყველა რგოლს სიღრმისეულად ჩაუღრმავდეს. აბსოლუტურად ყველა რგოლს და რატომ ამოვშალო ამას. ჩვენ შეგვიძლია ეს რომ პოპულისტური ნაბიჯი იყოს. ერთჯერადად რაღაცა გზას მივაგნებდით და დაიწევდა ფასები და წლის ბოლოს ეს პრობლემა ისევ დადგებოდა, ხო? ჩვენ გვინდა რომ ეს სისტემურად გადაიჭრას. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ სასურსათო საგნებზე, სასურსათო მოხმარების პროდუქციაზე ვსაუბრობ, მედიკამენტებსაც გულისხმობ და საწვავსაც გულისხმობ. თუ საწვავი ძალიან პრობლემურია, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ირანის თემიდან გამომდინარე გაიზარდა პლაცის ფასი და რა უნდა ქნა მაშინ? პრობლემური ნებისმიერი მიმართულება არის, ვინაიდან თავისუფალი ბაზარია და ბიზნესმენი ამბობს რომ მე ამ ფასში ვყიდი, ეს მარჟა მაქვს და იყიდება. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი რასაც ვთხოვთ მათ არის რომ მოდი ერთად გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში როცა ვთხოვთ, რამდენად ეფექტური ასეთი თხოვნა. კანონი ხო არ უნდა იყოს და კანონი მოსთხოვს უკვე, მოსთხოვს და არასდროს. ჩვენ ჯერ ვალდებულები ვართ რომ მივყვეთ როგორც მივყვებით და ძალიან დიდი ალბათობით ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. თუ დავუშვათ და ეს ყველაფერი შედეგს ვერ გამოიღებს, რა თქმა უნდა, არის იქ საკანონმდებლო ბაზის რაღაცა ისეთი გადაწყობის ინსტრუმენტი, კი, მაგას ვამბობ, რომელიც თავისთავად რაღაცა კუთხით ამ ყველაფერს დაარეგულირებს. თუმცა ჩვენ გვსურს რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე მოხდეს ეს ყველაფერი და მაქედან გამომდინარე მიდის ეს მუშაობა რომ პირველ რიგში კომისიამ იცოდეს სიღრმისეულად ეს პასწარმოქმნის ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა მდგენელი და კომპონენტი და უკვე მაქამდეც ვართ მისულები. მაქედან გამომდინარე, რაც გითხარით, რომ სივრცეებს ხედავთ, ხო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ სივრცეებს, რასაც ჩვენ ხედავთ და რომელიც დასტურდება ამ შეხვედრების შედეგად, ხო, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს. თუ ვერ გამოიღოს შედეგი, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ხა ჩვენ მოქალაქეებს დავუპირდით და უკვე თქვათ, იქ შეიძლება კანონებზე ვიფიქროთ პრემიერმაც ამასთან დაკავშირებით. ხო, ლაპარაკა, ზოგადად ლაპარაკა, დღეს ეს რიგში არ დგას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესმა შეიძლება თქვას, რომ კი ბატონო ვიზიარებ სოციალურ პასუხისმგებლობას, მაგრამ მე ესე მიიღირს, სხვანაირად არ მიიღირს. ამ შემთხვევაში უკვე კანონმა უნდა დაარეგულოს თუ ჩვენ გვინდა რა. ესე არ, მე ესე მგონია. რა ვიცი, ნახოთ, თქვენ უკვე იცით, იმიტომ ბიზნესთან ურთიერთობა გაქვთ. შემდეგი კითხვა ეს არის ეგრეთ წოდებული გრანტების კანონი, რომელზეც აყვირდა მთელი ეს ფარჩაკი ოპოზიცია მე ვიტყოდი და ეს არის იმ ხრელების ამოქოლვა, რომელიც მაინც იყო. აი მაგალითად ჩვენ გვახსოვს რომ არ ვიცი რა ქვეყანა ესტონეთი, რატო უნდა მოიხსენიო პატრიოტიზმით, როდესაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაანგრევას. აი ამ ესე ვიტყვი პირდაპირ, იმიტომ რომ რაღაცა დაანგრევები იქირავეს ამ ესტონურმა ეგრეთ წოდებულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ქართველები არიან და გააგრძელეს საბოტაჟი. აი ეს ხრელების ამოქოლვა არის სწორი და მართებული. დრო გვაქვს? კი ბატონო. გვაქვს, 5 წუთი გვაქვს. კარგი, მაშინ მთლიანად შევაჯამებ ზოგადად ამ კანონს, ვინაიდან ბევრი მიმართულებით გამოსულა და ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს, მარტივ ენაზე ვეცდები რომ ჩამოვაყალიბო. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გავიდა 2 წელი, რაც ჩვენ მივიღეთ 6 გვერდიანი უმარტივესი ქართული გამჭვირვალობის კანონი და ეს აქტორები რა ისტერიკაში იყვნენ ყველას კარგად გვახსოვს, ხო? და რას ამბობდნენ ისინი? რუსული კანონი დაარქვეს, ხო? რას ამბობდნენ ისინი? ისინი ამბობდნენ, რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, აუგზავნებდით NGO ორგანიზაციებს, 2 წელი გავიდა, არავინ არ ეკრძალავს. 1 წუთი შალაი და.
ხო იქო ისე რა ქვია ოჯახში რომ გადმოურიცხავსო ვერ ეხლაც ხო იგივე სულელების ქრონიკაში არის ხო ესე იგი უნდა აგვეგზალა NGO ორგანიზაციები აგვეგზალა ოპოზიციური მედია საშუალებები არავინ არ აგვეგზავნოს და თურმე როგორ შეიძლებოდა რომ ეჭქვეშ დაგვეყენებინა USAID-დან და NED-დან წამოსული ფული რასაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაარქვა რომ ესენი იყვნენ კრიმინალური ორგანიზაციები და საქმიანობდნენ ზუსტად იმას რაზეც ქართულ ოცნებას ჰქონდა ეჭვი ხო გააუქმა საერთოდ შესაბამისად ყველაფერი წესრიგშია თურმე მისაღები იყო თურმე ის ისტერიკა იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, თურმე რუსული კანონი იყო ტყუილი და ასე შემდეგ. გავიდა 2 წელი. ეხლა ჩვენ ხედავთ რომ რაღაცა ტიპის შავი ხვრელები დაინახეს და თან იმუქრება იქ მარტაკოსი იმუქრება, ლორა ტონტონი იმუქრება, ევროკავშირის ელჩი იმუქრება, რომ გაორმაგებული დაფინანსება გვაქვს ლომჯარიასთვის და გიგაურისთვის და ვიპოვით იმ მექანიზმებს, რითიც გვერდი უნდა უაროთ კანონს და შემოვიტანოთ ეს ფული საქართველოში, ხო? მაგედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები ვართ რომ პასუხი გავცეთ. პირველ რიგში თქვენ რაც თქვით, ეხლა რომ დარეგისტრირდნენ ესტონეთში და ვითომ უცხოური NGO-ები არიან, ფული შემოაქვთ. ეს ამოვავსეთ. ნიშნულობა არ აქვს ქართულ პოლიტიკაში. აი ახლა ჩვენი მაყურებლისთვის მინდა მკაფიო თქვა. ერთადერთი რასაც ეს ყველაფერი ემსახურება არის ის, რომ უცხოურმა ფულმა მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არ უნდა მიიღოს. და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი ზღუდავს, რომ უცხოელმა დააფინანსოს პოლიტიკური პარტია. რატო? იმიტომ რომ უცხოელ ფულს მოყვება უცხოური ინტერესი და უცხოური ინტერესი არ უნდა მონაწილეობდეს ლოკალურ პოლიტიკაში. და ჩვენ ამ შემთხვევაში ზღუდავთ, რომ ირიბათაც არ მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან ლომჯარია გიგაურს და ბაია პატარაიას არ უნდა ჩაერიცხოთ ისეთი ფული, რითიც ისინი აქციებს მოაწყობენ, რაღაცა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზირებას დაიწყებენ და ასე შემდეგ. ხო, მარტივ რაღაცაზე ვლაპარაკ. ყველა გრანტი შეთანხმდეს მთავრობასთან, თუ ეს არ არის პოლიტიკური გრანტი მთავრობა მადლობას გადაიხდის, სოფლის მეურნეობა გინდა, რაღაცა გარემოს დაცვა გინდა, დიდი მადლობა შემოიტანებული. პოლიტიკური აქტივიზმი არის, ფულს ვერ შემოიტან. იმიტომ რომ ეს არის შავი გზებით პოლიტიკის დაფინანსება. ეხლა ამას აქვს ასე ვთქვათ, როგორც თქვი, ესე იგი, ყველა პოტენციური შავი ხვრელის ამოვსება დავიწყეთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხო, ბოლოდან ამათი რაზეც კიდევ უფრო მეტი ისტერიკა ატეხეს და აქაც ჩვენ საზოგადოებისთვის კაფეოთ მინდა განსაზღვრო ეს ექსტრემიზმის მუხლი რო დაემატა და აქ წერა ესე იგი Facebook პოსტზე Facebook-ზე ვერაფერი ვერ დამიწერია. ვისაც რა უნდა Facebook-ზე წეროს, თქვას რომ არალეგიტიმურები ვარ. მოვიდეს აქციის მონაწილე პარლამენტთან დადგეს და გვეძახოს რომ არალეგიტიმურები ხარ. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. მე ხა გეტყვი თქვენ რას ეხება შემთხვევები ვთქვათ, როდის დაეკისრება. შემთხვევები არის ესეთი. თუ თქვენ და თქვენს უკან უნდა იყოს რესურსიც და ფულადი რესურსიც და საფრთხეს უნდა წარმოადგენდეთ. ანუ ერთი ადამიანი რომელიც პოლიტიკური პერფორმანსი არ უნდა დადგათ, ხო? და თქვენ უნდა მოუწოდებდეთ, შემოიკრიბეთ, არ ვიცი, რა ვიცი, 1000 ადამიანი შემოიკრიბეთ. თქვენ უნდა არწმუნებდეთ თან 1000 ადამიანს, მარტო თქვენ არ უნდა ამბობდეთ. თან კანონი რო ამუშავდეს თქვენ, ერთი რო თქვენ ამბობთ და თქვენთან ამათაც მოუწოდებთ იგივეს, რომ პოლიცია არის არალეგიტიმური, პარლამენტი არის არალეგიტიმური, მთავრობა არის არალეგიტიმური, რაღაცა ალტერნატიული ორგანოების შექმნას იწყებთ. და თავს აცხადებს ყველაფერი უნდა იყოს ერთად. ცალ-ცალკე არა, ყველაფერი უნდა იყოს ერთად. ალტერნატიული პარლამენტი დაუშვათ. ჩამოაყალიბეთ ალტერნატიული პარლამენტი, თავი დაინიშნეთ პარლამენტის თავმჯდომარედ, პოლიციას გამოუცხადეთ დაუმორჩილებლობა და არა მარტო თქვენ აკეთებთ ამას, სხვებსაც იგივესთვის მოუწოდებთ. კი ბატონო. ეხლა ეს ნორმალურია, რაც მე ჩამოვთვალე. ეს არის ექსტრემიზმი. რადიკალიზმი, რომელიც გადავიდა ფაშიზმში, ხო? სამწამდე კი არა, უარესურებს, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ. ანუ თუ მე გამოვედი Facebook-ზე დავწერე ინტერვიუ მაქვს, რომ არ ვცნობ ამათ ლეგიტიმაციას. პრობლემა არ არის. გასაგებია, ხო? არანაირი პრობლემა არ არის. 500 კაციან მიტინგს თუ კი ბატონო. მიმართე, რომ ესენი არიან არალეგიტიმურები და თქვენს ესე ჩათვალეთ. კი, არ დავემორჩილოთ ორგანოებს. არა. კონსტიტუციურ ორგანოებს არ დავემორჩილოთ. ჩამოვაყალიბოთ ჩვენი რაღაცა პარალელური, არ ვიცი, პარლამენტი თქვი თქვენ თუ მთავრობა იყოს თუ გინდა რაღაცა ის საკრებულო თუ გინდა. თავი ვიღაცამ გამოაცხადოს იქ რაღაცა რომელიღაცა თანამდებობის პირად და დაუმორჩილებლობას ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს. კი, ყველაფერი ეს ერთად შეიკრას ბუკეტი. ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო გერმანიაში, საიდანაც ასე ვთქვათ, ინსპირაცია მივიღეთ ამასთან დაკავშირებით. იქ ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა იყო, 20000 წევრი შემოიკრიბა, არ აღიარებდნენ ლეგიტიმურ ორგანოებს, კონსტიტუციურ ორგანოებს, დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ პოლიციას და შექმნეს რაღაცა ალტერნატიული ორგანო და თავი გამოაცხადა მეფე. გამოაცხადე, თუ არ შევქმენი არაფერი, მაგრამ მე არ გემორჩილებ. არა, თუ დაუმორჩილებლობა და ისედაც პოლიციაში თუ შეხვედით, ასე ვთქვათ, დამიჭერენ კონფლიქტში, ეგ ისედაც სხვა მუხლი ეხება მაგას და ხო და აი ეს ძალიან კარგი განმარტებაა, იმიტომ რომ
ძალიან დიდი სპეკულაციების Facebook-ზე რაც კიდე წერეთ. ხო. გამოდი გვანძღე, არანაირი პრობლემა არ არის. არ ახართ ლეგიტიმური. არ არის. არჩევნები გაყავდა. ხო, აქ ეგონათ, აქ გონიათ კი არა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად შალო. ეს არის ჩვეულებრივად ექსტრემიზმის, რადიკალიზმის და ფაშიზმის დამარცხების ერთ-ერთი მექანიზმი. ჩვენ ციდან ჩამოფრენილები არ ვარ და ვიცით რომ ეს კანონი ამ ყველაფერს ვერ დაასრულებს, რაც ახლა მე ჩამოვთვალე. მაგრამ ერთ-ერთი რაღაცა ნაბიჯი არის რომ ეს რაღაცა რადიკალიზმი და ექსტრემიზმი საქართველოში დასრულდეს. აი ლეონ, ახლა ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვი. პარტიებს ჩვენ ბიუჯეტიდან აი ამ რადიკალურ და ექსტრემისტულ პარტიებს ვაფინანსებთ ჯერ კიდევ? ხო ვაფინანსებთ. და ასე შემდეგ. არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ. ხო, ესეც მისაღებია, ესეც მისახედია. ბიუჯეტიდან რო ფინანსდება ეს პარტიები. ბატონო? ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბიუჯეტიდან პარტიები ხო ფინანსდება, ჩვენი ბიუჯეტიდან პარტიები ფინანსდება, პარტიული დაფინანსება. ხო ეძლევა თითო აღებულ ხმაზე რაღაც 3 მილიარდია თუ რაღაცა ესეთი. ესეც მისახედია, ჯერ ესეთი უნდა დაიხუროს ეს პარტიები, ჩემი. არა, ეხლა ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი და მე ვადები აღარ მახსოვს როგორ არის საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ ვადების მიხედვით უნდა ჩაინიშნოთ და პროცესები უნდა დაიწყოს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მოხდეს სასამართლო მათ აკრძალვასთან დაკავშირებით. ხო, ისედაც უკვე იმდენი დაგროვდა იმის მერე რაც ეს დასვნა დაიდო, მაგის მერეც დაგროვდა ბევრი რაღაცა რა. შესაბამისად, მისახედია, იმიტომ კი არა შენ მართალს ამბობ, იმიტომ კი არა რომ დღეს არის პრობლემა. ზოგადად უნდა დარჩეს არანაირი ხრელი არანაირი საშუალება რომ შემდეგ ვიღაცებმა ხელი მოითმონ. იმიტომ სულ ხوار იქნები ამაზე დაკავებული. დიდი მადლობა ჩემო ლევან, უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გავიგეთ. ყოველთვის მიხარია შენი გაიხარე, მადლობა. ბატონი ვატო შაქარიშვილი მოვა სულ ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ. ვატო შაქარიშვილი ჩვენი განაცემის. თუმარი პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი. ჯერ უნდა გითხრა საყვედური, რომ მიდიხარ დებატებში და კუტაბის რო უჯდები და იძახი რომ შალმამ რაღაც სახელი შეგარქვაო და მე იცინი. ანუ თქვი სახელი ბოლომდე. ან დამანებე თავი. შენ მეტი ისაგაკ რა ქვია. დიაპაზონი. მეტი თავისუფლება გაქვს. კარგი, თავისუფლების ყოველ ხრივ საინტერესო იყო ეგ დებატები, ბევრი რამე გამოჩნდა. კარგი, დავიწყოთ, აბა. ირანის თემა არის ძალიან სახიფათო, არავინ არ იცის რა მოხდება, იმდენი ჯარი მიყავს ტრამპს, რომ უბრალოდ ხო იცი, როცა იჟღინთება იარაღით, დენტით, ცოცხალი ძალით, რაღაცა არეალი, იქ პატარა ნაპერწკალი და შეიძლება დაიწყოს და ჩვენ არ არის ჩვენც კარგი, რა თქმა უნდა, ჩვენ პრევენციას მოვახდენთ და ასე შემდეგ. არა ვართ ჩართული ჯერ ერთ ამ სიგიჟეში, არც ერთ მხარეს, ეგ კარგია. ჩვენ წარმოიდგენია, რომ ძველი ხელისუფლება რო იყოს. ან ავანტიურისტი და ჩვენ რაკეტების რო გეშინია ირანის, ეგ სიგიჟეა. მინდა კომენტარი შენი ამ თემაზე. საერთოდ იქიდან დავიწყოთ ჩალვა შენის ნებართვით რომ თუნდაც გარჩევა და საუბარი ისეთ თემებზე რაზეც ჩვენ უბრალოდ ობიექტური მიზეზების გამო ზემოქმედება არ შეგვიძლია. ცოტა ისე მიმაჩნია რა, ძალიან ბევრი საკითხი არის, პრობლემა არის, რეალური გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე და არ გვაძლევენ საშუალებას დღემდე რომ ამ რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ რა. ცხადია, საერთაშორისო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა საქართველოზე გავლენას ახდენს და ორი აზრი არის და ჩვენ იზოლაციას ვერ მოვახდენთ და ვერ ჩავიკეტებით, მაგრამ ისეთ მოვლენებზე თქვათ რა ფიქრი, განსჯა მუდმივად დღესთან სოციალური მედიაც ყველას ტელევიზორი აქვს რა. ვისაც ტელეფონი აქვს, ყველას ეთერშია და ყველა ტელევიზორშია და იმაზე მეც მოიცავს, ვიდრე თქვათ ტრადიციული მედიები მოიცავენ ხოლმე და რაც უფრო სიგიჟე სიტყვის, მით უფრო მეტი უყურებს. ყველა ექსპერტია, ყველა არჩევს ძალიან ბევრი აზრი მუსირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მშვიდობის მომხრე, ჩვენთვის ახლა ახლო რეგიონში ეს დიდი ომი იქნება უდიდესი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ყველანაირი მიმართულებით, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და აქაც იმ თავარ საკითხს უბრუნდები, რაც ჩვენი პარტიის იდეა არის, რომ ეს ნეიტრალიტეტი გვჭირდება დღეს და ეს არ არის რაღაც დროებითი არჩევანი და დე-ფაქტო აღარ კმარა დე-ფაქტო ნეიტრალური პოზიციის დაკავება პარალელურად, როდესაც კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება გიწერია. ანუ ის არის
კონსტიტუცია რეალურად და მე მთელი სახელმწიფო მანქანები ამაზე მუშაობენ. ხო, ეს უბრალოდ ჩანაწერი ხო არ არის. დღეს შენი საელჩო რო არის სადღაც და 99% საერთოდ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდა სამწუხაროდ და ეს გამოჩნდა ხო იქ ხელმოწერებით, პეტიციებით, მინისტრის მოადგილეები, მინისტრები, რა ვიცი, გარეთ ვინც ჩვენი ინტერესებისთვის უნდა მუშაობდეს, აღმოჩნდა რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს, ხო? მაგრამ დღესაც იქ ხდება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ პოლიტიკის დონეზე ის წარმომადგენელი, რომელიც წესი დღეს საგარეო პრიორიტეტი მისი მთელი დიპლომატიის უნდა იყოს, რომ საქართველოს ნეიტრალურ სტატუსზე იმუშაოს, ისევ გუშინდელ დღეშია დარჩენილი და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე მუშაობს. აღარ არსებობს ჯერ ეს ევროატლანტიკური სივრცე, როგორც ერთიანი სივრცე. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველდღიურად მისი ქმედებებით, განცხადებებით თუ გადაწყვეტილებებით ყოველი ნაბიჯით ამას ამტკიცებს და კიდევ უფრო აშორებს და ყოფს ამ ერთიან ევროატლანტიკურ სივრცეს. ამიტომ ჩვენ სადაც არ შეგვიძლია რაღაცა ზეგავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკაზე, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადეკვატურები აი ამ ცვლილებებისა. იგივე ის დებატები თავში ხარ ითიც დაიწყე. ხო, კარგია რომ გაიხსნა საერთოდ დებატების სივრცე და ზოგს ის არ მოეწონა რომ იმაში ზის რა ქვია რეგლამენტში და რამოდენიმე წუთი გაქვს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა გამოვიდეთ გრიგოლიას სტანდარტიდან რა. ხა დებატი ბევრს წარმოუდგენია რომ ბოლოს წყალი უნდა შეასხა, შეაგინო და ცემატყე პაატყდეს და ამან მაყურებელი მოიტანოს და იქ საგანი დაიკარგოს. მათ შორის აი იმ დებატებში, სადაც მე ვიყავი და ახსენე, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ საგნობრივი მსჯელობა არ წასულიყო რა. ჯერ თვითონ გადაცემა დაიწყო კვლევებით, ეგრეთ წოდებული კვლევებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით და პირდაპირ გამოიტანა წამყვანმა, რომ 80% მხარს უჭერს რაღაც ევროკავშირში ინტეგრაციას. ორი მომენტია, ერთი ჯერ ნახოთ ვინ არის ამ კვლევების დამფინანსებელი და მისი სანდოობა კარგად გამოჩნდება, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არავის არ აუხსნია აქამდე კონკრეტულად სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, უსაფრთხოების მიმართულებით, ღირებულებების მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული, რეალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული საქართველოს ევროკავშირში პოტენციური ჰიპოთეტური გაწევრიანება. ნატოს საერთოდ არ ლაპარაკი. ნატოზე მე მგონი საერთოდ ღირებულებითი და პოლიტიკური ნაწილი მე მგონი თვალსაჩინო ახლა. ნახეთ, რა ქვია, ევროკავშირის ელჩი ბარიკადებზე, რევოლუციურ ბარიკადებზე, სხვადასხვა თანამდებობის პირები, პირდაპირი მოწოდებები, ჩარევა, ეს ხალხმა ნახა საკუთარი თვალით. ღირებულებით ნაწილზე ხა ევროკავშირი რა ტიპის გაერთიანებაა და რაზე დგას და როგორ ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება LGBT იდეოლოგიით, ესეც ნათელი, ხო? მაგაზე მუშაობთ ჩვენი ტელევიზია ხშირად აჩვენებს ამას. კი, ნამდვილად და ძალიან დიდი წვლილი გაქვთ იმაში, რომ საზოგადოება ინფორმირებულია. რჩება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება. ამ ხალხს აჯერებენ, რომ ევროკავშირში ჰიპოთეტურად შესვლის პირველივე დღესვე ყველას ჯიბე გასკელდება, ყველას მაცივარი შეივსება და უზრუნველად ვიცხოვრებთ. ამიტომ არის საჭირო, რომ ესე ვერ მოხდება. ევროკავშირი ჯერ ერთ-ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ ევროკავშირს არ გაუმდიდრებია ევროპული სახელმწიფოები. ევროპული სახელმწიფოები გაამდიდრა უწყვეტი მშვიდობის რამოდენიმე კოლონიალიზმაც კაცო, ძარცვა. ეს უფრო ადრე. ძარცვა, როგორ არავდა. ეგ უნდა აღვნიშნოთ რიგი ევროპული ქვეყნების და გამდიდრდა აფრიკის და ინდოეთის და ამერიკის ძარცვით. ეგ დღემდე ხდება იქიდან რესურსების წამოღება. პირდაპირ. საფრანგეთის მაგალითად. და ხო? დღემდე არის, დღემდეა აფრიკაში. კონტინენტზე, რომ არ ყოფილა აწეულების განმავლობაში ომი, ამან მოიტანა ის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, რაც იყო ევროპაში და 93 წელს ბოლო ფორმაცია მიიღო მაასტრიხტის შეთანხმებით ევროკავშირმა და 2000-იან წლებში იყო, თქვათ, ამ გაერთიანების ეკონომიკური ზრდის პიკი. 2008 წლის შემდეგ არის სტაგნაცია, ვარდნა მუდმივი თუ 2008 წელს. ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი, მსოფლიო გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტის 26%-ს შეადგენდა
ეს მუდმივად კლების რეჟიმშია და 2024 წელს 17%-ს ჩამოწდა და ეს კიდევ უფრო მე გეტყვი რატომ? კი, აუხსნა. იაფი ნახშირწყლები რუსეთიდან რამდენიმე მიზეზია გამო. აი ამ პოლიტიკის უაზროდ შეჭრა ეკონომიკაში. აი გარი თავად. რამდენიმე მიზეზი აქვს ამას. რა თქმა უნდა, იაფი ენერგორესურსები, რა თქმა უნდა. გაზი, ნავთობი, ოლიგარქიულმა ოჯახებმა და deep state-მა უარი ათქმევინა. რომ თვითონ გამუდრებული ევროპას, კი ბატონო, გადაუჭრა პირდაპირ ეს რესურსები. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი წილი აქვს აი ამ ეკონომიკურ სტაგნაციაში, რეგულაციებს, ევროდირექტივებს და კვოტებს. კი ბატონო. და ეს რეგულაციები, კვოტები და ევროდირექტივები ყველაზე ტკივნეული არის პატარა ქვეყნებისთვის. კი ბატონო. აი, ვთქვათ, შევხედოთ ბულგარეთი. სამი ქვეყნის მაგალითს რა. ბულგარეთი არის ერთი. ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია. აჰა. კი. თანაც ის ქვეყნები, რომელიც ბოლო წლებში შევიდნენ ევროკავშირში. ბულგარეთის ეკონომიკა 2006 წლებში, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ იყო 5-6%. ნუ საშუალო კაია, კი. ევროკავშირში შესვლის შემდეგ, ანუ 2007-2013 ეს დაეცა და 2-3% იყო საშუალო. აუგზალეს რაღაცეების წარმოება, სასოფლო პროდუქციის წარმოება, ბულგარეთის არის ცნობილი. მივალ მანდ. აუგზალეს. რუმინეთი 2000-2006 წლები, ასევე საშუალოდ 5-6%. 7-13 წლები, ანუ გაწევრიანების შემდეგ 2-3%. ხორვატია ერთ-ერთი ინდუსტრიული და მწარმოებელი ქვეყანა ევროკავშირში შესვლამდე. სადაც ტურიზმიც არის. ტურიზმი ეხლა დარჩა ერთადერთ მოტორად ეკონომიკის, იმიტომ რომ ეხლა მაგასაც ავხსნით. ხორვატია 2003-2008 წლები, საშუალოდ და 4-5%, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 13-18 წლები 0-დან 2%-მდე. ჯიგარი. ანუ კლება არათუ ზრდა და რაღაც გარღვევა, არამედ კლება აი სწორედ იმ რეგულაციების, ევროდირექტივების და კვოტების გამო. ეხლა ეს წარმოვიდგინოთ, პლუს მიგრაცია, კაცო. წარმოვიდგინოთ საქართველოს ჩავიდა. მარტო უნგრეთმა გადაერჩინა, მე მგონი თავით. მიაწყდა ბევრი, ეგრე არ არის. კი ბატონო, მიგრაციამდე დიდი ფული წავიდა ამ პრობლემაში, იმიტომ რომ გააფუჭა გარემო, რა მოდი პირდაპირ. კი, მიგრაციამდეც მივიდეთ, იმიტომ რომ მიგრაცია, სმაჭამა, წარმოება რა აწარმოო თუ არა, რამდენი აწარმოო, ხო? ამას ყველაფერს გიწყვიტავს ევროკომისია. კი ბატონო. და ფონ დერ ლაიენები კოლექტივურად. კი ბატონო. გარდა იმისა, რომ გიწყვიტავს ვისთან იომო, ვისთან ივაჭრო, ვისთან იმეგობრო, ასევე გიწყვიტავს უბრალოდ რა ჭამო. ან აწარმოო თუ არა და აი მე ხშირად წინა გადაცემაშიც ვახსენე შენთან, რადგანაც ისეთი მაგალითი გზნობიარეა და აი ღვინის სექტორი ჩვენი. ხო. აი დავუждეთ. ძალიან ცუდად დაადგება. გავიაროთ რას მოუტანს ჩვენი ღვინის ცუდს ძალიან. შეიძლება აი პირდაპირ სააკაშვილის დროს რო იყო კამპანია რო ხო, ვენახის საჩეხვაზე, მაგამდე მიგიყვანოს ევროკომისიამ, ან უნდა მაშინ დაეჯახო და მე იქიდან წამოვა სანქციები, არ მოგცემენ ფულს და დაგახჩობენ საერთოდ უბრალოდ. კი, ეგრეა, კი. სოფლის მეურნეობა არსებობს იქ წარმოების კვოტები. და ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხო იცი როგორ არის იქ 5-6 სახელმწიფოს ყველაზე დიდს და ყველაზე ძლიერს მაგათ გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება. კი ბატონო. მათ მიერ ნაკარნახევი და მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის მათივე ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობს და იქ არ ჩენ წყალს, არ ჩენს ღვინოს, არ ჩენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. რაღაც კაპიკებს მოგიგდებენ. არავინ, ხო, იქ შეიძლება გითხრან რომ საერთოდ არ მინდა შენი ღვინის წარმოება 1 ჰექტარზე გადაგიხდი რაღაცა X-თან არ მინდა ღვინო საერთოდ. და რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ვეღარ ივაჭრე. ეხლა ვნახოთ იმპორტი, ხო, აი ვნახოთ იმპორტი. 3 ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოში, ფასებზეა, ხო, დღეს კომისია შექმნილი და თურქეთი თავარი პრობლემაა, ხო? თურქეთი, რუსეთი. ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად მანქანების კუთხით არის ეს და სამეზობლო აზერბაიჯანის, ყაზახეთიას. ნახეთ, არც ერთ ამ ქვეყანასთან ჩვენ მსხვილ იმპორტიორებთან ევროკავშირს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს თურქეთიდან შემოსული პროდუქცია, რუსეთიდან შემოსული პროდუქცია იმ წესებით უნდა დაუბეგროთ, კი ბატონო. როგორც ბეგრავს ამას ევროკავშირი. ეს რას ნიშნავს, რომ დახლზე გაიზრდება. ის პროდუქტები კიდევ უფრო ორმაგად და სამაგად გაძვირდება. ტურიზმის მიმართულება შევხედოთ. ევროკავშირი ჩვენთან 8 ძირითადი სახელმწიფო, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში, 8-დან მხოლოდ 1-თან, ისრაელთან აქვს
ევროკავშირს უიზო მიმოსვლა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ შვიდ სახელმწიფოს, საიდანაც უამრავი ტურისტი შემოდის და ეს ნიშნავს, რომ უამრავი ფული შემოდის, უნდა დაუწესოთ სავიზო შეზღუდვები, სავიზო რეჟიმები. ანუ ეს ფაქტობრივად განახევრდება. ის 5 მილიარდი, რომელიც ამ სექტორში შემოდის და რამდენ მომიჯნავე სექტორს მოიცავს, მე მგონი არ ჭირდება ახსნა, რამდენ ადამიანს, რამდენ ოჯახს, რამდენ ბიზნესს ეს დააზიანებს. ამიტომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. იგივე რომ შემოვედით ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ ნოდარ კაპანაძეს, ადამიანი ცდილობდა რომ საქმიანი ყოფილიყო, კონკრეტული ყოფილიყო და არ გაძლევენ ამის საშუალებას. იმიტომ რომ არავის არ უნდა. ხმაური უნდათ. არავის არ უნდა რომ ქართველმა კონკრეტულ ციფრებზე ქართველმა ხალხმა ეს გაიგოს. ამ რისკებთან არის დაკავშირებული და ამიტომ მიემართება ჩვენი კითხვა ხელისუფლების მიმართ, რომ აი ამ რისკებზე ვინ არის პასუხისმგებელი? ეხა ეს ჩვენ 28 წლამდე, 30 წლამდე ეს პროცესი გრძელდება. იმ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გრძელდება. იქ რო არის კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ვალდებულება არის, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა უნდა გადმოიტანო ჩვენს ქვეყანაში, ხო? კი, სინქრონიზაცია უნდა მოახდინოს. ევროკავშირის კანონმდებლობაში რა ხდება? ეკონომიკურად, ღირებულებითი თვალსაზრისით, პოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აღარ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა ევროკავშირის საკმარისი, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი საგარეო პრიორიტეტები დარჩენილია გუშინდელ დღეში. და აუცილებელია რომ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები იყოს შესაბამისობაში ახალ სოფლიო რეალობასთან. დღეს ამას ყველაზე მეტად პასუხობს ნეიტრალიტეტი და ამიტომ არის ჩვენი მთავარი იდეაც სწორედ ეს. თუმცა დაგჭირდებათ უფრო მეტი ბრძოლა, იმიტომ რომ უყურე რა არის აქ მთავარი იარაღი თქვენს წინააღმდეგ. გავკადნიერდები და გეტყვი. ისე რომ ეს ნეიტრალიტეტი უნდა აღიარებული იქნეს. რა თქმა უნდა. და ესე არ არის რომ მე გამოვაცხადე და აი ამ კაცჭამიებმა თუ ეშაპებმა რომელიც გარჩევმა უნდა აღიაროს. ამის რესურსი იძახიან, იმათი არგუმენტი მინდა გითხრა რომ ამის რესურსი არ არის პროცესი უნდა დავიწყოთ. ჩვენ ვართ დოგმებში ისევ რა. 90-იან წლებში იყო ნატოს ჯარები შემოვლიან, რუსეთს რკინიგზას გადაუკეტავდა ბლოკადაში იქნება. დღესაც შინაარსობრივად იგივე დოგმებში ვართ, ხო? რომ აი ევროკავშირი მაიცა კაცო ვინ მოგცემს ჩვენ ნეიტრალიტეტს და მაიცა კაცო ვინ მიგვიღებს ევროკავშირსა და ნატოში არ არის კონტრ პასუხი ესე ვთქვა. იქ არის რაღაცა ვითომ დაპირებები, ვითომ კანდიდატები გავხდით და ასე შემდეგ. არა, ხო, რის ფასად მივიღეთ და როგორ ეს კანდიდატის სტატუსი უკრაინის მაგალითი არის ხო ნათელი და დღეს 27 იქნება 28 29 თუ საერთოდ მივიღებ თუ არა ნუ ეგ საკეთება გეთახმება ან რა ფასად შენ ამაზე ვიპასუხე აი ამ პრობლემაზე რომელიც არის ამას ვამბობ ანუ უნდა შენი ნეიტრალიტეტი ცნოს ძალიან დიდმა შენ უნდა გადადგა კოჰორტამ ქვეყნებისა შენ უნდა გადადგა ნაბიჯი ამისკენ შემდეგი დღეს აღიარებენ ყველა ეს დიდი მოთამაშე და პირიქით ჩინეთის და რუსეთის ესე ვთქვათ თავარი განაცხადიც ის იყო რომ ჰეგემონი ამ სოფლიოში ვერ იქნება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და უნდა შევთანხმდეთ სხვა ტიპის სოფლიო წესრიგზე ასე ვთქვათ მრავალპოლუსიან სოფლიოზე და ეს აღიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხო თავის დოქტრინაში უსაფრთხოების სტრატეგიაში ეს ჩაწერა კაფიოთ შავით თეთრზე კი ბატონო ამ მრავალპოლუსიან სამყაროში ჩვენ ამ ეს ფუფუნება თუ ძვირად მისაღწევი თუ ძნელად მისაღწევი ნეიტრალიტეტი უფრო ხელმისაწვდომი და უფრო შედარებით უფრო მაგრამ ეს უნდა ამისკენ უნდა გადადგა ნაბიჯი შენ არავინ არ მოვა და არ გეტყვის რომ ისქენი ნეიტრალური ხარ კონსტიტუციაში როცა გიწერია 78 მუხლი როცა გა დასაუქმებელია მუხლი ნახე საქართველოს როდესაც თუ სადმე საღიაზრი არსებობს თუნდაც დასავლეთში საქართველოს ბუნებრივი ფუნქციის და მისი პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებით აქვს ამის შესაძლებლობა რომ საკუთარ ნეიტრალიტეტზე ეს დიდი მოთამაშეები დაითანხმოს. იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს ჩვენი უშუალო სამეზობლო, იქნება ეს რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის დაკავშირებადობა. ხიდის ფუნქცია, მე სიტყვა დერეფანიც არ მომწონს. ხიდი, ჩვენ ვართ
ბუნებრივი ხიდი, ეს ღმერთმა განგვისაზღვრა, ღმერთმა გვიბოძა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივი ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ასევე ჩვენი ინტელექტუალური რესურსი, ჩვენი ადამიანური რესურსი, ჩვენი ის უპირატესობები, რაც გაგვაჩნია თუნდაც რეგიონში. კი ბატონო. და რაშიც ვართ წინ იგივე სომხეთთან მიმართებაში თუ აზერბაიჯანთან მიმართებაში, რომ ამ რეგიონში მშვიდობის გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა არის აი ამ დიდი მოთამაშეების ინტერესი, იმიტომ რომ თუნდაც ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება. კი. ევროკავშირი რო არის გადასული ამ მწვანე პოლიტიკაზე და მწვანე ენერგიაზე, ხო? იმ მზის ბატარეებს და იმ ქარის სადგურებს უჭირდება მინერალები, რომელიც ჩინეთიდან მოდის. კი ბატონო. 50% ჩინეთიდან მოდის. ამას უნდა იქ მიტანა. საქართველოში ფულს და ინვესტიციებს დებენ არაბული სახელმწიფოები. საქართველოში და კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფა გაცხადებულ პოლიტიკად აქვს აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც. ამიტომ ჩვენ ეს რეგიონი და საქართველო როგორც ამ რეგიონის ცენტრი უნდა შევთავაზოთ ამ დიდ მოთამაშეებს. ეს პასუხია მათ ქმედებებზე. მათ უკვე ამისკენ გადადგმული აქვს კონკრეტული ნაბიჯები, როცა ჩინეთს გამოცხადებული აქვს ერთი გზა, ერთი სარტყელის უდიდესი მასშტაბის გლობალური ეკონომიკური პროექტი, რომლის ნაწილიც არის შუადერეფანი და შუადერეფანში კი ჩვენი როლი არის შეუცვლელი, ხო? როცა არაბული ქვეყნებიდან მოდის ინვესტიციები, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში მინდა რომ იყოს მშვიდობა, იმიტომ რომ შუა აზია ჩემთვის საინტერესო და იქიდან მინერალების და სხვა საქონლის და პროდუქტის წამოღება დასავლეთში, ხო? აი აქ გაქვს შანსი უნდა გამოიყენო. ეს მოხდება ჩვენ გავაკეთებთ ამას, არ გავაკეთებთ, ეს გეოპოლიტიკა შედგება და გაფორმდება. ჩვენ დავრჩებით ოფსაიდში. კი ბატონო. იმისათვის რომ ოფსაიდში და იზოლაციაში, რასაც არ დავრჩეთ, ნეიტრალიტეტს უკავშირებენ იზოლაციას, რეალური იზოლაცია ახალი მსოფლიოდან არის აი ეს გუშინდელი საგარეო პრიორიტეტები, რასაც ნატო და ევროკავშირი ქვია. ამიტომ ჩვენ ეს პირველი უნდა დავიძახოთ. მარტივად. და შემდეგ უნდა მივყვეთ. მე უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო. აგაშენოს საქართველოს დიპლომატიის უნარი ჩვენ ამ მოგვიყვანა აქამდე და რამ შეგვაძლებინა. თუნდაც აი ბოლო წლებში, ხო? ძალიან გენეტიკურმა მეხსიერებამ, ხო? რომ ჩვენ არა ვარდით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არა ვარდა და იმ კაცს, რომელიც იყო და არის ამ ქვეყნის საჭესთან და მისი პირადი სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ქონების და ყველანაირი უსაფრთხოების ფასად დადგა და გზა აჩვენა ამ ქვეყანას. ამ გზაზე ხო ეს ქვეყანა გაყვა მოსახლეობა აუცილებლად. ეს ეფუძნება იმას, რომ ჩვენ ამის გენეტიკური მეხსიერება, გენეტიკური გამოცდილება გვაქვს. ასევე გვაქვს გენეტიკური გამოცდილება დიპლომატიაში და ამ დიდ ძალებს შორის ბალანსში და ლავირებაში. ამიტომ არ შეიძლება აღმოჩნდეთ ვეცადოთ რომ აღმოჩნდეთ ერთ ბანაკში რა. ეს ამან 2008 წელს დაუღუპა, ამან 90-იან წლებში დაუღუპა და ეს ბევრ პრობლემას გვიქმნის დღეს. უღრმესი მადლობა ვატო შაქარიშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი და ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. დახვრიტეს.